მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა Voice. მე კი მისი წამყვანი ნათია ქველაძე, როგორც ყოველთვის ვიზრუნებ თქვენი განწყობის ამაღლებაზე. დღეს კიდევ ერთი ახალგაზრდა მინდა გაგაცნოთ. თუმცა ეს ადამიანი ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს ქალაქს და არა მარტო ჩვენს ქალაქს, მისი ნიჭიერების შესახებ იმ წლების ისტორიაში არაერთი წერილი და სტატია დაიწერა. მან არაერთხელ გვასახელა თუ სად ის თავად მოგვიყვება. იქამდე კი მინდა დავძინო, რომ ის ჩვენი ქალაქის უდიდესი კომპოზიტორის საზოგადო მოღვაწის ბანო მურადელის ძმის შვილიშვილია. ჩვენი სტუმარია ბანო მურადელი. მოგესალმები ბანიკო, კეთილი იყო შენი მოსვლა ჩვენთან, მიხარია რომ ხარ ჩვენთან ერთად, როგორ ხარ? გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. და რა ვიცი, დღევანდელ პირობებთან გათვალისწინებით კარგად მადლობთ და ვარ ხასიათზე რომ შემოგთავაზოთ ჩემი წარსულის, ასე რომ ვთქვათ, ცოტა პატარა ისტორია, ჩემი შემოქმედებების. კი, ჩვენ აუცილებლად გავაცნოთ. შევახსენებთ ჩვენ თავს, ბავშვობაში გამოგზაურებთ ჩვენ ბავშვობაში ჩვენს მსმენელს აუცილებლად და გავახსენებ პატარა ვანიკო მურადელს. დიდი მადლობა. მე ხა ბანო მურადელით კი წარგად გინდა საწყისში, მაგრამ კი, ვანიკო ცნობილი მეკონა, კი. ეგრე გიცნობს ხო გორი. გამოცხადებით, დიახ. კი. მოდი გავუზიარე ჩვენს მაყურებელს ვანიკო, როდის შემოვიდა პირველად მუსიკა შენ ცხოვრებაში, ეს მუსიკის სფერები როდის გაჩნდა? ნუ დავიწყოთ იქიდან რომ დავიბადე, რა თქმა უნდა 3 წლის ვიყავი თურმე, რომ დედაჩემმა აღმოაჩინა, რომ მქონდა მუსიკალური სმენა, ჯერ თურმე რაღაც პარადებზე გავყავდით, რომ იყო ხოლმე პირველი მაისხი და თურმე დირიჟორობდი ხელებზე, თურმე ეს მუსიკალური იმას ყვებოდი და ხელებით მიდირიჟორია, ასე რომ ვთქვათ, იქ რომ უკრავდნენ ცოცხლად გამოსვლაზე და ნუ აი აქედან კი ყოფილა ეს ყველაფერი შეიძლება. პატარა ვიყავი ძალიან კი და შემდეგ უკვე გარკვეულ გაზდასთან პროცესში რო ვიზრდებოდი ნენელა უკვე მივხვდით რომ მიხვდა დედაჩემი რომ ჩემი მშობლები უფრო სწორედ რომ მქონდა ეს მუსიკალური ნიჭი რა თქმა უნდა სიმღერის და ინსპირაცია ვინ იყო მაინც ინსპირაცია კი ბატონო აი ზუსტად მაგ ასაკში ვიყავი მაშინ ისეთი პერიოდი იყო ძალიან გამოჩენილი მომღერალია დღესაც მერაბ სეფაშვილი მისი თეთრი რაში ძალიან იყო ხომე დიახ და სულ მაგას უსმენდი თურმე ტელევიზიაში და მღეროდი ხომე და 3 წლისა უკვე მღეროდი მაგას 3 წლისა შეცრაში და ნუ ეხლა არ მახსოვს რა თქმა უნდა მაგრამ მღეროდი საკმაოდ ნორმალურად თურმე მაშინ ძალიან ისე იყო თეთრი რაში ყველგან ეგისმოდა დღესაც სხვათა შორის არ კარგავს ამ თავის ჩემი საყვარელი სიმღერა შემორჩა თავის ფუნქციას ეს სიმღერა ნამდვილად ხო და ესე იგი პატარა 3 წლის ვანიკო მურადელი მღეროდა თეთრ რაში დიახ 3 წლის ასაკში ძალიან მიხარია იცი რა ფართოდ როდის წარსდა εκεί მსმენელის წინაშე უფრო ფართო აუდიტორიის ნუ მე ეხლა მოვყვები თუ თავიდან რომ დავიწყოთ ეს ყველაფერი ძალიან შესაძლოა პირველად როდის გამოჩდი უფრო ფართოდ აი პირველად მე მახსოვს ვიყავი 8 წლის, რაც მე მახსოვს, რომ უკვე დიდი ვიყავი, რომ მივედი ქალბატონ თამარ გიუნაშვილთან გიტარის სასწავლად. და შემდეგ თამარმა აღმოაჩინა ქალბატონ თამარმა, რომ მქონდა შესანიშნავი სმენა, შესანიშნავი ხმა და ადვილადაც ვითვისებდი გიტარას და ყოველ ანუ შემდეგ მისვლაზე ახალ სიმღერას ვსწავლობდი თურმე და ამ თვეში 30 სიმღერა ვისწავლე თუ რაღაც. ძალიან ბევრი და პარალელურად მოხდა ოქროს შემოდგომა ჩატარდა, თეატრში ჩატარდა მაშინ კი და მან გამოვედი ოთარ რამიშვილის სიმღერით მარტის თვია შენი მაგით და რამდენი წლის იყავი? 8 წლის ზუსტად. ანუ პირველად 8 წლის ასაკში შედგა შენი 8 წლის ასაკში დიახ. ჩანაწერიც მაქვს მაშინ ის ვიდეოს ფირზე მაქვს ბავშვი რო გიტარა ჩემზე დიდი რომ არის და აი მაშინ მივიღე მეორე ადგილი პირველი გამარჯვება ეგ იყო ქულებით მივიღე მეორე პირველი არ მიუღია ჩემ ასაკში არავის მაშინ ქულებით იყო რაღაც და იყო 6-დან 12 წლამდე და შემდეგ დიდ ასაკში სხვათა შორის შემდეგ წლებშიც იყო ოქროს შემოდგომა ყოველწლიურად ტარდებოდა ხოლმე ხო და მახსოვს 12-11 წლის ასაკში ესე დაახლოებით იქნებოდი რომ რაღაცნაირად უფრო მეტი რეგალი დაიპყარი ასე თქვა. ეხლა გადავიდეთ უკვე შემდეგ ოქროს შემოდგომაზე. ნუ მე იყო პირველი გიტარით რა თქმა უნდა შედგა ჩემი დებიუტი სიმღერაზე რა ქვია სცენაზე ამ
მარტის თვიაშენით და შემდეგ უკვე ეს რო დამთავრდა ეს ოქროს შემოდგომა მე მოვეწონე ეს ქალბატონ ქეთინო ქუმსიაშვილს მასწავლებლს და რატომაც მოვხვდი მის ჯგუფში საკმაოდ დიდი ხანი მომიწია შემდეგ უკვე ქეთინო ქუმსიაშვილთან ანუ პირველი პედაგოგი ვოკალის პედაგოგი იყო ქეთინო ქუმსიაშვილი აი სადაც უკვე ვოკალი ჩამოვიყალიბე უკვე შემდეგ კლასიკურ სიმღერებს და უკვე სხვადასხვა ჟანრის სიმღერებზე გადავდი უკვე მღეროდი და აი მანდ უკვე ქეთინო ქუმსიაშვილმა შემასწავლა ესეთი სიმღერა იყო დაბრუნდი სორენტოში და მაგ სიმღერით უკვე გრან-პრი ავიღე 97 წელს კულტურის სასახლის ჩატარდა ოქროს შემოდგომა ხო მე ვიცი რომ ძალიან ესეთი მრავალფეროვანი ბავშვობა გქონდა დატვირთული კონცერტები ღონისძიებები ფესტივალები ბორჯომშიც დადიოდი და რა ვიცი საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი საქართველოს ფარგლებს გარეთ ვარ არა 97 წელს ვარ ნამყოფი თურქეთში ვარ მაშინ თუ არ ვწდები საგვარეულო საქმეთა მინისტრმა დაგვპატიჟა ასე რომ ვთქვათ რაღაცა ღონისძიებები ტარდებოდა დაგვასვენეს ასე რომ ვთქვათ თურქეთში ჩაგვიყვანეს მომღერლები გორიდან მარტო მე ვიყავი მაშინ 97 წელს ერთი კვირით ვიყავი ანკარაში და სტამბოლში და იქ მართავდით პატარ-პატარა ღონისძიებებს მაშინ მახსოვს ზუსტად ქალბატონმა ინგა ბერაძემ წამიყვანა ეს მოხდა ის თურქეთში აი ამ ხელშეწყობით იცი რა მე მსმენელის წინაშე წარგად გინე დასაწყისში და აღნიშნე რომ შენ ხარ დიდი ვანო მურადელის ძმის შვილიშვილი რა ემოცია ეს შენთვის აი რა პასუხისმგებლობა უფრო სწორად დიახ ნუ მოგეხსენებათ პაპა ჩემის ძმა იყო ვანო მურადელი კომპოზიტორი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო მაშინ და აი მე ფაქტიურად რომ დავიბადე მამა ჩემს იმდენად უყვარდა ბიძამისი და პატივსცემდა ის იმდენად დიდი ადამიანი იყო ის რომ შეპირდა რომ მე რო ბიჭი მეყოლებოდა ანუ მეყოლებაო მამა ჩემმა აუცილებლად დავარქმო შენ სახელს ბიძამის და ზუსტად დამარქვა მისი სახელი და აი უკვე რომ წამოვიზარდე და ვანო მურადელის სახელი ქვია პაპა ვანო მე რო აღარ იყო ცოცხალი რომ გავჩდი რა თქმა უნდა დიდი პაპა და საინტერესო გზა აქვს გავლილი და კი დიახ რა თქმა უნდა ძალიან კოლორიტი და მნიშვნელოვანი გორისთვის საქართველოს ხალხისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს შექმნილი ზუსტად მუსიკალური სკოლა და მუსიკალური ტექნიკუმი მისი ხელშეწყობით იყო დაარსებული და ასე რომ ვთქვათ ინვენტარიც და ყველაფერი დახმარებით მოხდა ვანო მურადელის რომ გაკეთდა ეს სამუსიკო კოლეჯები ძალიან მიხარია მე ვიცი რომ ხა იცით რა ჩვენ მსმენელმა შეიძლება ბევრმა არ იცის და მე მინდა წავუკითხო ანუ რა ასე ვთქვათ რა პოზიციები ეკავა ვანო მურადელს ის გარკვეულ წლებში ესე იგი მუსიკალური თეატრიც ანუ მუსიკალურად გააფორმა მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლი მზის დაბნელება საქართველოში შემდგომ იყო მოსკოვში ესე იგი საკავშირო მუსფონდის თავმჯდომარე იყო და ძალიან მოკლედ ბევრი თანამდებობები ეკავა ასე ვთქვათ და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა ზოგადად საქართველოს და რა თქმა უნდა საპასუხებლოა ჩემთვისაც მისი შთამომავლობის გვარის გაგრძელება და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გავაგზელო მისი გვარი ღირსეულად რა თქმა უნდა ნამდვილად და იცით რა არის მოგვიანებით მონაწილეობდი საბავშვო თეატრშიც ხო ეს თეატრი იყო ესეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა რომ მე დავდიოდი ბავშვობაში 6 წლიდან თამარ ფუტკარაძესთან ინგლისურზე იქ მოხდა დაიგიგმა ესეთ სიტუაცია თან მეზობელი აქვს ქალბატონი თამარი ჩემი და გიტარით რო გადავედი და მღეროდი იქ რაღაც სიმღერებს ესეთი იდეა მოვიდა რომ გაეკეთებინა სპექტაკლი და ინგლისური სიმღერა მემღერა და პირველი შესრულება იყო სხვათა შორის ინგლისურად My Bonnie იყო ესეთი სიმღერა იქ და სხვათა შორის ძალიან დიდი ემოცია იყო სხვათა შორის დიდათაც უნერვიულე რომ მაინც პირველი სიმღერა უცხოენური სიმღერა იყო და წლებში ახლა ინგლისური ანომალი სიმღერები ნაკლებად მღეროდნენ ხა დელითაობა თითქმის უმრავლესობა კი გადასულია ინგლისურ სიმღერებზე მაგრამ აი მაშინ იმ წლებში ხო აი ეს იყო ალბათ რაღაცა სხვა მოვლენა იყო ასე ვთქვა კი რა თქმა უნდა ჯერ მზადება იმისთვის ამ სპექტაკლისთვის შემდეგ მარტო სიმღერა არ იყო იქ ტექსტები იყო მთლიანი ის იყო და ერთ-ერთი ის იყო ნომერი
ჩემი გამოსვლა. მარტო მუსიკალური ნომრით გახვედი თუ თვითონ სპექტაკლში მონაწილეობდი რაღაც როლი ქონდა? არა, იმ მომენტში მუსიკალური ნომერით გავედი, კი. იმ მომენტში მუსიკალური ნომერით თვითონ სპექტაკლში ამემიღია მონაწილეობა, დიახ. იცი რა მოგცა ამ ყველაფერმა? შენ აი ძალიან ბევრ კონცერტზე იღებდი მონაწილეობას ფესტივალებზე, გრან-პრის მფლობელი ხარ, დელფიადაზეც გახვედი, გვასახელე და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ ვიდეოს ჩვენს მაყურებელს. აი რა მოგცა ამ ყველაფერმა, ვანიკო? ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი ურთიერთობა ხალხთან, გამოცდილება. რა თქმა უნდა, იმ მოღვაწე ხალხთან, ვინც დღესდღეობით და არის აი ამ კულტურის სფეროში და ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი პირადად ბორჯომში, კი, ბორჯომში ასეთი ფესტივალი იყო ბროლის ნაძვი, იქაც ავიღეთ რომელიღაც პირველ ადგილზე გავედი თუ არ ვცდები, ზუსტად აღარ მახსოვს ეგ წელი რომელი იყო, 25 სექტემბერი იყო მახსოვს და შემდეგ აი იმის გახსენება მინდა რომ არ შეიძლება რომ არ ვთქვა რომ აი მანდ გავიცანი ძალიან ბევრი ხალხი, ნიკოლოზ რაჭველი, სოფონ იჟარაძე, ნეკასე ბისკვერაძე, ძალიან ბევრი მომღერლები და კარგი ურთიერთობა მქონდა და დღესაც კარგი ურთიერთობა მქონდა იმ ხალხთან, გიგი გეგელაშვილი და ბევრი. და აი ამ სიტუაციაში კიდე ის იყო საინტერესო რომ აი ამ რო გავიმარჯვეთ და ჩვენ ყოველ წელს გვეძახდნენ შემდეგ გორიდან მეც გურამ პაპუაშვილსაც რა თქმა უნდა აი ამ ვინც ვიყავით გორში მომღერლები და ყოველ წელს რო ტარდებოდა ეს კონკურსი ჩვენ უკვე გვასვენებდნენ და როგორც ვარსკვლავები ისე უბრალოდ მღეროდით, გამოვდიოდით და შემდეგ უკვე ეს ტარდებოდა 5-6 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად და ჟიურშიც კი ვიყავით დაჟე მომღერლები ჩვენ. იცი რა, თქვენი ტრიოც მოვისმინე. მოდი შევთავაზოთ მაგალითად თქვენი ეს ტრიო, რაღაც მონაკვეთი, კარგი, იმიტომ საკმაოდ ვრცელი ის არის თვითონ ნომერი და გარკვეულ მონაკვეთს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს, უბრალოდ რომ გავახსენოთ პატარა ვანიკო მურადელი, როგორი იყო ბავშვობაში.
აი დავბრუნდით ჩვენც და ბრავო ძალიან კარგი იყო ესე იგი გამახსენდა ჩემი ბავშვობა გაგიხსენე შენც იმას უცბად გამახსენდა ის პერიოდი ახლა ის ძალიან ემოციური და როგორი საყვარელი ბავშვი იყავი და მართლა გამორჩეული ხმის ტემბრით და ისეთი წკრიალა ხმით იცი რა მე დელფია და ვახსენე წინ და მინდა გაიხსენო დელფიადაც მე მგონი კიდე რაღაც გოგიდოლიძესთანაც დიახ ვიცი რაღაცა გარკვეული ეტაპი შეხვედრა და ემოციები გაახსენე ჩვენს მაყურებელს მოდი დელფიადას რაც შეეხება ზუსტად ძალიან ბევრი ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები და ძალიან დიდი ემოცია იყო, ძალიან დიდი ანუ დატვირთვა იყო იქ ემოციურადაც თუნდაც ყველაფერი და თან იყო ხელშეწონით კი ედვარდ შევარდნაძის ხელშეწონით იყო ანუ ჩატარდა დიახ მაშინ ხელ პრეზიდენტი იყო მოგეხსენებათ ედვარდ შევარდნაძე და ძალიან დიდი დონის დელფიადა ჩატარდა და მნიშვნელოვანი ღონისძიება კი რამოდენიმე ის იყო დღე გქონდა გამოსვლა და რამოდენიმე დღე მოგვიწია მათ გამოსვლა და იქ დარჩენა თბილისში და ძალიან დიდი ემოციები იყო რაც შეეხება კიდევ ხლა სხვადასხვა კონცერტებზე ვარ გამოსული და ბევრ კარგ ლამაზ მომღერალთან ერთად და რომელიც არ შეიძლება რომ არ ვახსენო ცხონებული გოგიდოლიძე რომელიც ძალიან დიდ პატივს მცემდა მეც და მეც მიყვარდა ასე მოხდა ესეთი რაღაც რომ კონცერტი ჩატარდა გორში მათი ქართული ხმების სოლო კონცერტი და იქ მე გამოვედი ზუსტად გიტარით ერთ თავისივე სიმღერით იგივე თვითონ მღეროდა მორჩენილი არას გოგიდოლიძე და ჯერ მე ვიმღერე ეს სიმღერა რა თქმა უნდა გიტარით და შემდეგ რომ თვითონაც მოუწია უკვე სიმღერა უკვე გამოვიდა და მე დგევარ უნდა მივართვა ყვავილები ეს მახსოვს ეს რომ ასასვლელთან კულისებში კი დაბლიდან და რომ დამინახა ეს მოვიდა ესე კულისებთან და მეც რომ დავინახე რომ მოვიდა ავედი მეც და ესე ამიყვანა ხელში ასე მხარზე დამისვა მახსოვს და რომ მღეროდა ხლა მეც უკვე მითხრა ჩამჩურჩულა მის ამღერში ამყვებიო და ავყევი ბოლოს და ესე დავამთავრეთ ეს სიმღერა ხელში აყვანილი კი სხვათა შორის მახსოვს მე ეს და იმიტომ გაგახსენე და მინდოდა რომ ჩვენს მაყურებელსაც რაღაცნაირად ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი პერიოდი და ბავშვობა მაქვს გამოვლილი მაგ მხრივ რომ აბსოლუტურად მადლობელი ვარ ამ ყველაფრის ყველა ჩემი მასწავლებლის აი არ შეიძლება რომ არ ვახსენო გეთინო გუმსიაშვილი თამარ გიუნაშვილი ჩემი მაყვალა ხორბალაძე აუცილებლად უნდა ვახსენო ყველას დიდი მადლობა მოუხადო ნანა სამხარაძე რა თქმა უნდა ყველას მოსწავლე ვიყავი აი ფაქტიურად ყველას ხელში მაქვს გამოვლილი და ყველას ხელში მაქვს რაღაცა მასწავლებელი აი ვიღაც გამომჩება ახლა რო არ თქვა და ყველას დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩემს კარიერაში მუსიკალურ თვალსაზრისით ვინც წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. კი, შემოქმედებით ნამდვილად დატვირთული ბავშვობა გქონდა და დღეს სად არის ვანო მურადელი? რაც შეეხება ჩემს კარიერას გაგრძელებას ამჟამად ვერ გავაგრძელე, იმიტომ რომ იყო რაღაც პრობლემები ბავშვობაში, თვითონ ჩაბარება მინდოდა კონსერვატორიაში და რაღაც პრობლემები იყო, ვერ მოვემზადე, მაგრამ არ ჩამაბარებინეს რაღაც პრობლემები იყო. კი და ასე რომ თქვათ მეც გული ამისროდა და შემდეგ დაოჯახდი ისეს და ამჟამად მუსიკალურ თვალსაზრისით მე მღერი ვარ გოლის გუნდში ვაშთა ვოკალურ გუნდში და სოლო კარიერასაც შეძლებს დაგვარად ღონისძიებები რომ ტარდება გორში მეძახიან რა თქმა უნდა მიძახები და მღერი ვარ მეც შემებურად სიამოვნებას ვანიჭებ ჩემს მსმენელს ძალიან კარგი მიხარია ძალიან იცი რა არის დასაწყისში არ მიხსენებია და მე მგონი მშობლებიც მღერიან შენი ხო? კი, დიახ, მშობლები აი ზუსტად ჩემი რატომ დაიწყო ახლა იმის თქმა მინდოდა რომ არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო 3 წლის ასაკში კი აღმომაჩნდა მე მაგრამ ეს სიმღერის ნიჭი მუსიკალური და თურმე დედა ჩემის და მამა ჩემის მღეროდნენ. ჩანაწერები აქვთ ერთად კი და მის მომისმენია კიდევაც დუეტებში და ანუ მოგინტოფონში რომ ჩამირთვია ბავშვობაში, ანუ უმღერიათ მღეროდნენ და იქიდან ჩამოყალიბდა ყველა მღეროდა, პაპა მღეროდა რა თქმა უნდა, ერთადაც გვიმღერიათ ყველა მუსიკალური ნიჭით კი. კი, ყველა დღესაც ყველა მღერივართ, ანუ შეძლებს დაგვარად. რა ესეთი ოჯახი და მოკლედ თქვენთან კეიპს ალბათ რაჯობს ხო? მოგზავნით ვესტივრად აუცილებლად. ვერ დაგპირდებინი დიდი კეიდის მოყარული არ ვარ. მოკლედ დაოჯახებული ვანო მურადელი როგორი მამაა და მეუღლეა.
ეს ალბათ ხალხს უნდა კითხოთ, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, რა ვიცი. შენი გადასახედი და როგორ ვცდილობ, რომ რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთესად გაიზარდონ ჩემი შვილები, ჩემზე წარმატებულები იყვნენ, რა თქმა უნდა, მომავალი თაობას და მამა, რა ვიცი, როგორც მამა, კარგი მამა ვარ, ნამდვილად, არ თავს არ ვიქებ, მაგრამ ამ ყველაფრით, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემ შვილებს ყველანაირად შევასწავლო ის, რაც მართალია და სწორია. ძალიან კარგი. ნუ ესე იგი შევეხეთ იმას, რომ სოლო კარიერასაც ფაქტიურად აგრძელებდა ხარ გუნდთან ერთად. შეზლების დაგვარად, კი ბატონო, აი ეხლა რა მაინტერესებს, რომ მქონდეს საშუალება წინა წლებში დაბრუნების, რას შეცვლით? ეგ ცოტა რთული კითხვაა, სხვათა შორის მაგ საკითხზე არ მიფიქრია, იმდენად, იმიტომ წარსულში ჩახედვა არ მიყვარს ხოლმე იმდენად, აი. კი, კარგი, აი ცვლილებებს ალბათ უფრო შევცვლიდი რას, რომ უფრო სხვანაირად მიუდგებოდი იმ დროის სწავლას, იმ პერიოდსაც და აი კონსერვატორიაში კი, აი მინდოდა ჩემი თავი ყოველთვის წარმომედგინა ბავშვობაში, რომ მინდოდა დისცენაზე ლასკალაში მემღერა და საოპერო ხასით. დიახ, იტალიაში და კი, აი მაგიტომ რომ მინდოდა, აი მარტო მაგას შევცვლიდი, ალბათ შევცვლიდი. შეიძლება არ შემეცვალა, რა ვიცი, თუ დაუბრუნდი და ისევ მაგ პერიოდში რომ ამყოფოთ, შეიძლება შემეცვალა ეგ. მაგრამ დღევანდელი სიტუაციითაც ძალიან ეს არის არც ვერ განახორციელე. კი, ეს არის არც ვერ განახორციელე, კი. მოდი გადავიდეთ ბლიც ინტერვიუზე. დიახ. და ბოლოსკენ უკვე სიმღერა ვაჩუქოთ ჩვენს მაყურებელს, შენი შესრულებით, დღევანდელი ბანომურაdelis შესრულებით. დიახ. შენი ძლიერი მხარე არის? ჩემი ძლიერი მხარე. რა ვიცი, ბევრი რამე შეიძლება ითქვას, მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის რომ ვარ ზარმაცი, მაგრამ ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი, იმიტომ რომ აი რო ვიცი რომ რაღაც ბოლო მომენტის მიყვანა ვიცი ბოლო მომენტამდე, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთო. ალბათ ეს არის ძლიერი მხარე, რომ ბოლოს მიყვარს იმ რაღაც კონკრეტული რაღაც საქმის გაკეთება. ამ ხელოვნებასთან დაკავშირებით, უფრო სიმღერასთან დაკავშირებით. გიყვარს რა, ბევრი რამე მიყვარს, კონკრეტულად. რა სიტყვები? ჯანსაღი, კეთილშობილი ურთიერთობები. არ გიყვარს? რა თქმა უნდა, არ მიყვარს სიცრუე, არ მიყვარს ღალატი, არ მიყვარს, რა ვიცი, რაც ცუდია, ნამდვილად არ მიყვარს. მისაბაძი ადამიანი. ეგრე მისაბაძი ადამიანი, რო ვთქვათ, რა ვიცი, არ მყავს ეგრე, არ მიფიქრია რომ იმებაძა ვიღასთვის. არის ადამიანი ზოგი მშობელი ვთქვა, შეიძლება იყოს მისაბაძი ან მამა ან რა ვიცი, დედა, ასე ვთქვათ. ანუ როგორც ადამიანი, არავინ არ არის შენთვის აი ისეთი გამორჩეული? არ მიფიქრია მაგაზე, მოდი თავში შევიკავებ ახლა. ოცნებობ. რაზე ვოცნებობ? პირველ რიგში ვოცნებობ, რომ გორში ჩვენს ქალაქში მაქსიმალურად ტარდებოდეს ბევრი კარგი ლამაზი ღონისძიებები, რომ ბევრ ახალგაზრდობას, მომავალ თაობას შეეძლოს გამოჩენა თავის, გამოჩენა სწავლა ბევრი რამის, ახალი სწავლის და რა ვიცი, ვოცნებობ, რომ იყოს ბევრად კარგი ცხოვრება, როგორც გავიარე მაგალითად და რაც გამოგვეულია ჩვენ. საყვარელი სიმღერა. საყვარელი სიმღერა, მოდი დაუბრუნდები იმ ბავშვობის წლებს და რითიც დავიწყე. შესწავლა ალბათ თეთრი რაში, დიახ. ხო, სულ სხვა, რა თქმა უნდა. საყვარელი ხმა რომელია? საყვარელი ხმა ქართველებში აუცილებლად თემურ წიგლაური. ძალიან მიყვარს მას თემურის ხმა და ზოგადად ეს მსოფლიო გემრიელი ტემპერამენტი. ნანობ. ნანობ რომ მაქსიმალურად ვერ გავყევი ჩემს მუსიკალურ კარიერას. არ ნანობ? არ ნანობ, რა ვიცი, ბევრნასაც არ ნანობ, როგორ გითხრათ. არ ნანობ, რასაც ვაკეთებ დღეს, სხვათა შორის ვემსახურები გორის სკოლებს IT სპეციალობით. დიახ, ამჟამად მაგ განხრით კი და ვარ, რა ვიცი, წარმატებული სპეციალისტი ჩემს სფეროში მაგ მხრივ.
არ ვნახოთ, მაგრამ რა ვიცი, სხვა რა უნდა უსმენ. რას უსმენ? რა თქმა უნდა, უსმენ ბავშვობიდანაც მიყვარდა და ეხლაც უსმენ როკს. როკი მიყვარდა, როკმა შემაყვარა, რა თქმა უნდა, ის ქართული სიმღერის მერე რო უკვე დაიწყო ფართო სხვადასხვა მოსმენა სხვადასხვა ჟანრების, პირველი ჟანრი როკი იყო, რასაც უსმენდი და დღემდე შემორჩა. მოდი, შენი სამომავლო გეგმები გიხარი და მე დავუტოვოთ ჩვენს მაყურებელს შენი შესრულებით იტალიური სიმღერა. დიახ, აუცილებლად. ჩემი სამომავლო გეგმები ასეთია, რომ მე და ბატონი თამაზ აბრამიძესთან ერთად ვაპირებთ სტუდიის გაკეთებას გორში, ხმის ჩამწერი სტუდიისა და გვინდა რომ მოვემსახუროთ გორის ჩვენს მუსიკალურ ვაჟთა გუნდსაც, საზოგადოებასაც და ნებისმიერ მსურველს, ვინც დადგავს ამ სფეროში ფეხს და რა თქმა უნდა ყველას წარმატებებს უსურვებ აბსოლუტურად კარიერაში, თავის პროფესიულ საქმეში და რა თქმა უნდა ეს მაქვს გეგმა რომ გავაკეთო, ჩემი ჰობია მუსიკა, ჩემი ჰობია არანჟირების შექმნა, ჩემი ჰობია ხმის ჩაწერა, ჩემი ჰობია რა თქმა უნდა რაღაც ახალი მუსიკის შექმნა და ზუსტად დამეხმარება თამაზი ამ საქმეში. კი, თამაზი და ჩვენი სტუდია ამას მე წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყავდა თამაზის სტუმრად, გადაგცანით ჩვენს მაყურებელს. წარმატებას გისურვებ, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისათვის. ვანიკო და ეხლა შენი შესრულებით დავუწყოთ სიმღერა მაყურებელს და ვასიამოვნოთ ისინი. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. Ci tencelo sta compagnia vostra, che perdo do sonia fantasia, da vedo sempre che tutta vita mia in ce volesse dicere, ma non ci osa ci odio. Ascolto male e da passione più forte una catena che me tormente l'anima e non mi fa campare. Crema lucente è caduta, dicite meno poco a che pensate, gusto chiedo due sole me guardate, levame c'è sta mascera, dicimo la verità. Catena che non si spezza mai, sono gentile, sospiro mio carnale e cerco con malaria